მოგესალმებით, დღეს ჩვენ მივდივართ მუზეუმში და ვეცდები, რომ ყველაფერი დაგათვალიერებინოთ. ეხლა მოვედით მუზეუმში და ვეცდები, რომ რასაც ვნახავთ, ყველაფერი დაგათვალიერებინოთ თქვენც. ეს არის ქართული ხმლები, ეს კი სპარსული. ეს კიდევ არის ქართული იარაღები. ეს კიდევ თავდაცვის იარაღები. ეხლა ჩემ კლასელს ვკითხავ თუ როგორ მოეწონა აქაურობა. მარი, რამდენად 10 გველიდან რამდენად მოგეწონა აქაურობა? 9. 9 და ის ერთ გველს რატო გამოვაგარე? რა ვიცი, კი ძალიან ლამაზია, კი ძალიან მომეწონა ყველაფერი, მაგრამ ძალიან დავიღალე, იმიტომ სულ ვიდექი. ანუ ეგეც არის. ყველაზე მეტად მაღლიდან რაც და მაღლა რაც დავათვალიერეთ, ყველაზე მეტად რა მოგეწონა? თოფები. თოფები? მათი რამდენად მოგეწონა დღეს სადაც ვიყავით ჩვენ? ნორმალური იყო ჩემი აზრით. მგზავრობა ავტობუსი უფრო დიდი რო ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. 10 ქულიდან რამდენად შეაფასებდი ჩვენ სადაც ვიყავით, როგორ მოგეწონა? 6.5. 6.5 რატო ალბათ მგზავრობის გამო? ну ხო, ძირითადად ყველა მაგაზე მითხრა. ყველაზე მეტად რამ დაგაინტერესა იარაღები და დანების იმისგან რა, სადაც ვიყავით. იქიდან რა ყველაზე მეტად რამ დაგაინტერესა? სპარსული ხმლები. სპარსული? აი, მადლობა. როგორ მოგეწონა დღეს მუზეუმი? ძალიან კარგი იყო, ძალიან კაი რაღაცები ვნახე, ხმლები, თოფები და ასე შემდეგ და ასევე ძალიან მომეწონა ის, რომ ყავდა ამხსნელი, ასე ვთქვათ, და ყველაფერი გაგვიმართა, რა ნიშნავდა და როდის მოხდა. 10 ქულიანი სისტემით რამდენად შეაფასებდი? 9, 10-დან 9-ს. და 9 რატო? იმიტომ რომ ეს იყო ბოლოში იყო, ძალიან ბავშვი რაღაცა იყო, იმიტომ რომ გასაფარადებელი და რაღაცა იყო, მე არ შეეფერება და მაგიტომ რა. ყველაზე მეტად რა მოგეწონა მუზეუმში რაც ვნახეთ იქიდან? ხმლები და ფოტოები. კარგი, მადლობა დიდი. მადლობა. 10 ქულიანი სისტემით როგორ მოგეწონა მუზეუმი? 10 ქულიანი სისტემით მუზეუმი იყო 11. ანუ მოგეწონა. დიახ. მოგეწონა თუ არა მგზავრობა? მგზავრობა იყო იდეალური, ერთ-ერთი წასვლა იყო ცოტა საშინელება, იმიტომ რომ საბაგოჟდა და ჭხაოდა. ხო. იმიტომ რომ კურტკა ვერ გაიხადა ამ ბავშვმა. და ნუ მგზავრობა იყო, წასვლა იყო 10-დან 6-7 და წამოსვლა 10 არ უშავდა. და მუზეუმში ყველაზე მეტად რა მოგეწონა? თოფები და ხმლები რო დავათვალიერეთ. თოფი. თოფ. დიახ, თოფ. კარგი, მადლობა. ყველაფერს. დღევანდელი დღე როგორ მოგეწონა? რავი, კარგი იყო. ბოლო ნაწილი ცოტა საბავშვო იყო და 10 ქულიანი სისტემით რამდენად შეაფასებდი? 9.5 10-დან. კარგი და ყველაზე მეტად რა მოგეწონა? რავი, მუზეუმი იყო. ანუ რა მოგეწონა მუზეუმში თვითონ? მუზეუმში რავი, იარაღები, პისტოლები, ხო ეგეთი. კარგი, მადლობა.